ძალიან ახლო წარსულში, თუნდაც აი 1-2 წლის წინ ბევრ რამეს ვერ წარმოვიდგენდით, რომ ქართული ოცნება გააკეთებდა, მათ შორის მეც ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ გააკეთეს. და შესაბამისად ჩვენ წინ გველის კიდევ ძალიან ბევრი ისეთი რამე, რაც აი დღეს ამ წუთას ვერ წარმოგვიდგენია, არარეალურად ან თუნდაც სასაცილოდ გვეჩვენება, მაგრამ გააკეთებენ. აი პირობითად 2 წლის წინ თუ არა, აი 5 წლის წინ მაინც ვერ წარმოვიდგენდით, რომ დასავლეთთან შევიდოდნენ ისეთ კონფრონტაციაში და დაპირისპირებაში, რომ რაღაც ზარქვა იტყოდა მაგალითად, რომ თავიანთი რეზოლუციები უკან გაიკეთონო. ამერიკა გაგვიუქმებდა სტრატეგიულ პარტნიორობას, ისეთ დონემდე მიიყვანდნენ და კაციშვილი აღარ იქნებოდა ამათვის ხელის ჩამორთმევი და პირდაპირ გვეტყოდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უბრალოდ ქაღალდზე არის დარჩენილი, თორემ მაგის ვარიანტი არ არსებობს. და პირდაპირ გააჩერებდა კობახიძე ფაქტობრივი პრემიერ-მინისტრი ევროინტეგრაციას. აი ამას ნაღდად ვერ წარმოვიდგენთ. 1-5 წლის წინ ვიღაცას რო ეთქვა, ალბათ ვიტყოდი, რომ მაგას როგორ გავედავდნენ თქო, ხო? და ეს გზა აუცილებლად წავა გაცილებით უფრო შორს. აი ხლა ხო ხედავთ, რომ პირბადეებზე რო ჯარიმები შემოიღეს, ამ წუთას შემოიღეს ჯარიმები უკვე ტროტუარზეც აღარ შეიძლება დგომა ჩვენი ნებართვის გარეშეო. ეს გზა აუცილებლად მივა იქამდე, რომ აი ესეთი ვიდეოებიც აიკრძალება. და საბოლოო ჯამში მე დარწმუნებული ვარ, იმედია ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, რომ აქამდე მივიდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართული ოცნების ეს გზა მიდის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფამდე, რომელსაც პროპაგანდისტულად, როგორც სხვა რაღაცებს აკეთებენ, შემოგვასაღებენ ჩვენ, რომ ტერიტორიული მთლიანობა პირიქით აღვადგინეთ. აი როგორც ეს განათლების კანონი, რომ შემოგვასაღეს, რომ სწავლა უფასო გახადა ქართულმა ოცნებამ, როცა რეალურად არჩევანის საშუალება წაართვეს აბიტურიენტებს და კიდე ბევრი სხვა რამე ამ ვიდეოში აღარ ჩამოვთვლი. აი ეგრე გააკეთებენ მაგას. და მაგას წინ წაუძღვება აუცილებლად ის ამბავი, რომ პროტესტის საერთოდ მოკლას ესწდებიან და მათ შორის აი როგორც რუსეთში არის, აი ესეთი ვიდეოსთვის, რომ შეიძლება ადამიანი გაასამართლონ და სამშობლოს მოღალატეობა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება დააბრალონ, აი მაგას იზამენ. თუ ამის საშუალება მივეცით, ეს გზა მიდის მანდ.